გამარჯობა, ძვირფასო სულო, რომელიც მიყურებ. იგრძენი ამ არხის ენერგიის გარემოცვა. შენ აქ მოხვედი, რადგან სამყაროს დღეს შენთვის განსაკუთრებული გზავნილი აქვს. ჩვენ ძლიერ მომენტს გავდივართ. სამყაროებს შორის რიდე სულ უფრო თხელდება სამაინის მოახლოებისას, ხოლო მორიელის ენერგია გვიწევს ღრმა ტრანსფორმაციისკენ. სანამ თითოეული ნიშნისთვის გზავნილებს გავაგრძელებთ, დავამყაროთ კავშირი. დახუჭე თვალები ერთი წუთით თუ უსაფრთხო ადგილას იმყოფები. ღრმად ჩაისუნთქე სამჯერ. ჩაისუნთქე, ამოისუნთქე. ჩაისუნთქე, ამოისუნთქე. ჩაისუნთქე, ამოისუნთქე. იგრძენი შენი ფესვები, როგორ ეშვება ხერხემლის ფუძიდან და უკავშირდება დედამიწის ცენტრს. წარმოიდგინე ოქროსფერის სინათლე, რომელიც კოსმოსიდან ჩამოდის, თავის თქემში შედის და შენს მთელ არსებას ავსებს. ეს სინათლე შლის ნებისმიერ მძიმე ენერგიას, რომელიც შეიძლება გატარებდე. ახლა დაადგინე შენი განზრახვა, რომ მიიღო ყველაზე ამაღლებული და შესაფერისი გზავნილი შენი ამჟამინდელი მდგომარეობისთვის. სამაინის პორტალი ახლოვდება და გვაძლევს შესაძლებლობას პატივი ვცეთ წინაპრებსა და ძველ სიბრძნეს, მაშინ როდესაც მორიელი გვიწევს ჩვენი არსების სიღრმეებში ჩასაძირად. ეს არის ტრანსფორმაციისა და შენი სულის ჩურჩულის მოსმენის დრო. თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის არხული გზავნილები. ვერძი, ძვირფასო ვერძო, გზავნილი, რომელიც დღეს შენთან მოდის, განახლებულ სიმამაცეზეა. შენ მოწოდებული ხარ დაარღვიო უცნობის შიში. ვხედავ, როგორ მერყეობ ახალი მოგზაურობის წინ, ეჭვქვეშ აყენებს საკუთარ ლიდერობის უნარს. ეს არ არის შენი ჩვეული ქცევა, არა? ეს ქცევა უფრო ღრმა მომწიფების პროცესს ამჟღავნებს. ამ სეზონზე გახსნილი ენერგეტიკული პორტალები ზედაპირზე ამოაქვს შენს ჭეშმარიტ მოტივაციას. რატომ გსურს ის, რაც გსურს? რა შინაგანი ალი ანთებს ნამდვილად შენს მეომრულ სულს? არსებობს ფუნდამენტური განსხვავება იმპულსით მოქმედებასა და მიზნით მოქმედებას შორის და ახლა დროა ამ განსხვავების აღიარების. მომდევნო დღეებში მოულოდნელი შესაძლებლობა გამოჩნდება სავარაუდოდ დაკავშირებული პროექტთან, რომელსაც ჩათვლიდი, რომ მიძინებულია. ნუ უარყოფ მას დაუყოვნებლივ. ისუნთქე და საშუალობა მიეცი საკუთარ თავს, იგრძნო თუ რეზონირებს წინადადება შენს უმაღლეს მიზანთან. შენი გამოწვევა ახლა არის გააზრებული მოქმედების კულტივირება. წინ წაწევამდე შეჩერდი, იკითხე. ეს ინიციატივა შეესაბამება ჩემს ნამდვილ-მე? პასუხი მოვა არა გონებიდან, არამედ შინაგანი ვიბრაციიდან, რომლის ამოცნობაც მხოლოდ შენს შეგიძლია. ძალის აფირმაცია. ჩემი ძალა მიზნის სიცხადიდან მომდინარეობს. წინ მივიწევ სიმამაცით, როდესაც ჩემი სული ადასტურებს გზას. კურო. საყვარელო კურო, ვგრძნობ, რომ შენ ფესვებს იდგამ ნიადაგში, რომელიც უკვე აღარ კვებავს შენს არს. ზეცა გამოავლენს შენთვის გადამწყვეტ მიჯაშვების მომენტს. ის კომფორტი, რომელსაც ასე აფასებ, გამოწვეულია არა დასჯისთვის, არამედ იმისთვის, რომ გაფართოვდეს შენი აყვავების უნარი ახალ ტერიტორიებზე. წარმოიდგინე საკუთარი თავი როგორც ძველი ხე, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში იმავე ნიადაგში ყოფნის შემდეგ აღმოაჩენს, რომ მას შეუძლია გადაადგილება უფრო ნაყოფიერ მიწებზე. ეს არის შენი ამჟამინდელი მოგზაურობის მეტაფორა. აღმოჩენა, რომ შენი უსაფრთხოება არ არის ფიზიკურ მუდმივობაში, არამედ შენივე ბუნების მუდმივობაში. შენ სხვანაირ სიუხვეზე ოცნებობ, არა? სიწყნარის მომენტებში შენი სული ავლენს სურვილებს, რომლებიც ეწინააღმდეგება შენს ჩვევებს. ეს არ არის კონფლიქტი, ეს ევოლუციაა. სამაინის ამ პორტალის ენერგია აძლიერებს შენს კავშირს წინაპრულ ღირებულებებთან, რომლებიც ყოველთვის შენს დნემეში იყო, მაგრამ რუტინით იყო გაჩუმებული. ფინანსურად დააკვირდი განმეორებით ნიმუშებს. არსებობს შენს რესურსებთან დაკავშირებული ციკლი, რომელიც გააზრებულად უნდა გაირღვეს. საქმე არ ეხება რადიკალურ ცვლილებას, არამედ მცირე ყოველდღიურ კორექტირებას იმის შესახებ, რას აფასებ ნამდვილად. ძალის აფირმაცია. მე ვემიჯნები იმას, რამაც შეასრულა თავისი დანიშნულება.
და ვხსნის სივრცეს სიუხვისთვის, რომ ჩემს ცხოვრებაში ახალი არხები თიდინოს. ტყუპები. ძვირფასო ტყუპებო, კომუნიკაციის ქარები შენს ცხოვრებაში მიმართულებას იცვლის. ვამჩნევ, რომ შენი სიტყვები ეძებს ახალ მნიშვნელობებს, თითქოს ნაცნობი ლექსიკა უკვე ვეღარ გამოხატავს იმის სირთულეს, რასაც გრძნობ. ეს არ არის შეზღუდვა, ეს არის მოწვევა, რომ შეისწავლო უფრო ღრმა ენები. პორტალი, რომელიც ახლა იხსნება, ანათებს შენს უნარს თარგმნო უხილავი. შენ ყოველთვის იყავი მარჯვე სიტყვებისა და იდეების მხრივ, მაგრამ ახლა მოწოდებული ხარ, რომ მათ მიღმა იკომუნიკირო, სიმბოლოების, ინტუიციისა და იმ სიჩუმეების საშუალებით, რომელთაგანაც ასე გაურბი ხარ. არსებობს სიბრძნე პაუზებში სიტყვებს შორის. წარსულიდან მნიშვნელოვანი კავშირი ისევ ჩნდება, მოაქვს გზავნილები, რომლებსაც დაუყოვნებლივ ვერ გაიგებ. არ აიძულო ინტერპრეტაცია, ნებადართე მნიშვნელობას, რომ თანდათანობით გამოაშკარავდეს, როგორც ძველი გრაგნილი, რომელიც სწორ დროს იხსნება. შენი მოქნილი გონება მოწვეულია საკმარისად შეანელოს, რომ შეამჩნიოს ნატიფი ნიმუშები შენს გარშემო. ის განმეორებადი სიზმარი, ის მუსიკა, რომელიც თავიდან არ გდის, ის დამთხვევითი შეხვედრა ვიღაცასთან, ყველაფერი ეს შეადგენს მოზაიკას შენი შემდეგი ნაბიჯისთვის. ასევე დააკვირდი, როგორ გაქვს გაფანტული შენი ენერგია მრავალი მიმართულებით. არხი, რომელსაც ვიღებ, აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია შენი ყველაზე ძვირფასი იდეების დაანკერება კონკრეტულ მოქმედებებში მომდევნო დღეებში. ძალის აფირმაცია. ჩემი გონება უნივერსალური სიბრძნის მიმღებია. მე ვაერთიანებ ინტუიციურ და რაციონალურ ცოდნას, რათა გამოვავლინო ჩემი ჭეშმარიტი გამოხატულება. კირჩხიბი სულო, ვგრძნობ შენს ემოციურ მოქცევას, რომელიც უჩვეულო ინტენსივობით მერყეობს. ამ სეზონის თხელი რიდე აძლიერებს შენს ბუნებრივ მგრძნობელობას, საშუალებას გაძლევს დაიჭირო შთაბეჭდილებები, რომლებიც ჩვეულებრივ ფარული დარჩებოდა. ეს გაძლიერებული მგრძნობელობა არ არის მოწყლაბობა, ეს შინაგანი ნავიგაციის ძლიერი ინსტრუმენტია. შენი ემოციური სამყაროს ღრმა წყლები წინაპართა საგანძურს ინახავს. შენ ათარებ მოგონებებს, რომლებიც სცილდება შენს ამჟამინდელ არსებობას, გვარის სიბრძნეს, მემკვიდრეობით მიღებულ ინტუიციას, რომელიც ახლა ითხოვს აღიარებასა და ინტეგრაციას. როდესაც მომდევნო დღეებში იგრძნობ იმ აუხსნელ ნოსტალგიას, შეჩერდი და კითხე, რა ძველი მოგონება ცდილობს პატივისცემას ჩემი მეშვეობით. ოჯახური ნიმუში ნათდება ტრანსფორმაციისთვის. ვამჩნევ, რომ იმეორებ ზრუნვის ციკლებს, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ სიყვარულიდან მომდინარეობს, საბოლოოდ ზღუდავს როგორც შენ, ისე იმას, ვისაც იცავ. ჭეშმარიტი საკვები ახლა მოითხოვს ახალ ბალანსს მიცემასა და მიღებას შორის. შენი სახლე, ფიზიკური თუ ემოციური, ითხოვს ენერგეტიკულ გაწმენდას. დააკვირდი სივრცეებს, სადაც ენერგია სტაგნირებს და შექმენი პატარა რიტუალები სასიცოცხლო ნაკადის განახლებისთვის. ეს შეიძლება იყოს ისეთი მარტივი, როგორიცაა ფანჯრების გააზრებულად გაღება ან იმ ნივთების რეორგანიზება, რომლებსაც მძიმე მოგონებები მოაქვს. მთვარე, შენი მმართველი, ამჟღავნებს, რომ დროა ენდოგზავნილების მეშვეობით. შეინახე დღიური საწოლთან მომდევნო ღამეებში. ძალის აფირმაცია. პატივს ვცემ ჩემს ღრმა წყლებს და ვაძლევ მათ თავისუფლად დინების საშუალებას. ვკვებავ საკუთარ თავს და სხვებს გააზრებული და ბძნული სიყვარულით. ლომი. მნათობო ლომო, გზავნილი, რომელიც დღეს შენთან მოდის, საუბრობ შენს გზაზე სინათლის ახალ ხარისხზე. შენ, ვინც ყოველთვის ბრწყინავდი ინტენსივობით, ახლა აღმოაჩენ რბილი ნათების ძალას, იმას, რაც არ აბრმავებს, არამედ ანათებს ადრე უხილავ დეტალებს. კოსმოსი ამჟღავნებს, რომ შენი ავთენტურობა ვითარდება. საქმე აღარ არის მხოლოდ იმაში, რომ დაგინახონ, არამედ რომ ნამდვილად დაინახო. შენი მაგნიტური ყოფნა დახვეწილია, რომ ემსახუროს უფრო დიდ მიზანს, ვიდრე გარეგანი აღფრთოვანებაა. შენ ემზადები, რომ შთააგონო არა მხოლოდ შენი ძალით, არამედ მამაცური მოწყვლადობის უნარით. ვხედავ ყოყმანს გაზიარო შენი მოგზაურობის გარკვეული ასპექტი, შესაძლოა რთული გაკვეთილი ან ეჭვის მომენტი. ეს არის სწორედ ის საგანძური, რომელიც ახლა უნდა შესთავაზო. შენი გამბედაობა, რომ აჩვენო ჩრდილები გვირგვინს მიღმა, იქნება კატალიზატორი ვიღაც ახლობლის ტრანსფორმაციისთვის.
შენი შემოქმედებითობა შედის საგანგებო ფაზაში. იდეები, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული არ ჩანს, აღმოჩნდება უფრო დიდი პროექტის ნაწილი, როდესაც მათ დააკვირდები ინტუიციის ლინზით ნაცვლად ტრადიციული ლოგიკისა. ენდე ამ პროცესს, მაშინაც კი, თუ საბოლოო შედეგი ჯერ კიდევ არ არის ნათელი. ურთიერთობებში შენ მოწოდებული ხარ აღიარო თანდაყოლილი სამეფო ღირსება სხვებში, განსაკუთრებით მათში, ვინც სცენის ცენტრს არ იკავებს. ძლიერი ალიანსი ელოდება, რომ შეიქმნას ვიღაცასთან, ვინც კულისებში მუშაობს. ძალის აფირმაცია. ჩემი ნამდვილი ძალა მდგომარეობს სიბრძნეში, ვიბწყინო მიზნით, გავანათო გზები არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არავით ჩემი მთელი საზოგადოებისთვის. ქალწულო. ძვირფასო ქალწულო, ეს მომენტი მოითხოვს დახვეწილ გარჩევას, შენი ბუნებრივი სპეციალობა, მაგრამ უფრო ღრმა დონეზე. დეტალები, რომლებიც ჩვეულებრივ იპყრობს შენს ყურადღებას, მხოლოდ უფრო მნიშვნელოვანი ნიმუშის ზედაპირია, რომელიც ახლა ჩნდება. შენ მოწოდებული ხარ დაინახო ფორმის მიღმა, რომ გაიგო არსი. მორიელის ამჟამინდელი ენერგია აძლიერებს შენს ანალიტიკურ უნარს, თუმცა ახალი ინტუიციური განზომილებით. ის რბილი ხმა, რომელიც დროდადრო ჩურჩულებს შთაგონებას, ის, რომელსაც ხშირად უგულებელყოფ ლოგიკის სასარგებლოდ, ძლიერდება. შენი გამოწვევაა შექმნა საკმალისი შინაგანი სიჩუმე, რომ მოისმინო ის. პრაქტიკული ცოდნა, რომელსაც ფლობ, მზად არის გადაიქცეს განკურნების იარაღად, შენთვის და სხვებისთვის. ეს შეიძლება იყოს უნარი, რომელსაც თვლი ჩვეულებრივად ან მუნდანურადაც კი, მაგრამ როდესაც გამოიყენება მაღალი ცნობიერებით, გამოავლენს გარდამქმნელ თვისებებს. დააკვირდი შენს ყოველდღიურ რუტინას ახალი თვალით. ჯანმრთელობის სფეროში ვხედავ მნიშვნელოვან კავშირს შენს მენტალურ ნიმუშებსა და ფიზიკურ გამოვლინებებს შორის. განკურნება, რომელსაც გარეგნულად ეძებ, მდებარეობს განმეორებადი აზრების შინაგან რეორგანიზაციაში. ყოველდღიური სამწუთიანი რიტუალი დილით, გონებისა და სხეულის შესაბამისობაში მოსაყვანად, შექმნის შესამჩნევ ცვლილებებს 9 დღის თანმიმდევრული პრაქტიკის შემდეგ. არსებობს დაუსრულებელი პროექტი, რომელიც მოითხოვს დასრულებას ნოემბრის დასაწყისამდე. მისი დასრულება გაათავისუფლებს სტაგნირებულ ენერგიას და გახსნის კარს შთაგონებული ნაყოფიერების ახალი ფაზისთვის. იმისთვის, სადაც სრულყოფილება და ნაკადი ჰარმონიულად თანაარსებობენ. ძალის აფირმაცია. ჩემი სიზუსტე, ჩემს ინტუიციასთან ერთად, ქმნის მთლიან სიბრძნეს, რომელიც ჩვეულებრივს აქცევს საგანგებოდ ყველაფერში, რასაც ვეხები. სასწორი. სასწორი სულო, კოსმიური სასწორი ნაზად მოძრაობს შენს ცხოვრებაში. შენ, ვინც ყოველთვის გარეგან ბალანსს ეძებდი, ახლა მოწვეული ხარ აღმოაჩინო უფრო ღრმა ჰარმონია. ის, რომელიც სტაბილური რჩება, მაშინაც კი, როდესაც გარემოებები მერყეობს. პორტალი, რომელიც იხსნება ამ სეზონზე, ანათებს შენს ურთიერთობებს უჩვეულო სიცხადით. შენ შეამჩნევ ურთიერთდამოკიდებულების ნიმუშებს, რომლებიც ნაცნობობის ფარდის მიღმა იყო დამალული. ეს გამოცხადება არ მოდის განსასჯელად, არამედ იმთვის, რომ გაათავისუფლოს როგორც შენ, ასევე შენი საყვარელი ადამიანები არაცნობიერი შეთანხმებებისგან, რომლებიც აღარ ემსახურება ორმხრივ ზრდას. გადაწყვეტილება, რომელსაც გადადებდი, აღარ შეიძლება დაელოდოს. ყოყმანი არ მოდის სიცხადის ნაკლებობიდან, შენ უკვე იცი პასუხი შინაგანად. არამედ შიშიდან ურთიერთობასთან დაკავშირებული შედეგების გამო. გახსოვდეს, ჭეშმარიტი მშვიდობა იბადება არა კონფლიქტის არარსებობიდან, არამედ ავთენტურობის არსებობიდან. მხატვრულად, შენ შედიხარ განახლებული გამოხატვის ფაზაში. სილამაზის ფორმა, რომელსაც ყოველთვის აღფრთოვანებით უყურებდი, მაგრამ არასოდეს გამოგიკვლიվია პირადად, ითხოვს, რომ იყოს ჩართული შენს ცხოვრებაში. ეს შეიძლება იყოს ფერი, რომელსაც გაურბი, სტილი, რომელსაც შორიდან აღფრთოვანებით უყურებ, ან ხელოვნების ფორმა, რომლის გამოცდასაც საიდუმლოდ გსურს. მომდევნო დღეებში განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქციეს სინქრონულობის მომენტებს, რომლებიც ეხება ციფრ 7-ს. ისინი შეიცავს მნიშვნელოვან გზავნილებს შენს შემდეგ ნაბიჯზე, თვით აღმოჩენის გზაზე. ძალის აფირმაცია. ვირჩევ შინაგან ჰარმონიას, როგორც ჩემს კომპასს, რაც საშუალებას მაძლევს, ჩემი გადაწყვეტილებები ბუნებრივად მოდიოდეს ჩემი სიმართლიდან, მაშინაც კი, როდესაც ისინი გამოწვევას უქმნიან სტატუს კვოს. მორიელი. ინტენსიურო მორიელო, შენ ახლა შენ სტიქიაში ხარ, მაგრამ ძალის განსხვავებული ხარისხით.
ამ პერიოდის თხელი რიდე აძლიერებს შენს ბუნებრივ უნარს დაინახო გარეგნობის მიღმა, გამოაშკარავო სიმართლე, რომლის უგულებელყოფად სხვებს ურჩევნიათ. ეს არის საჩუქარი, არა ტვირთი, გამოიყენე ის სიბრძნით. ტრანსფორმაცია, რომელსაც შენ ყოველთვის იღებდი, ახლა მოქმედებს უჯრედულ დონეზე. დაცვისა და თავდაცვის ძველი ნიმუშები იხსნება, რომ ადგილი დაუთმოს ძლიერ მოწყვლადობას. ვგრძნობ შენს წინააღმდეგობას ამ პროცესის მიმართ. ბუნებრივია, გეშინოდეს ზედაპირზე გამოჩენის, როცა იცი ემოციური წყლების სიღრმე. თუმცა, სწორედ ეს კონტროლირებული გახსნა გაათავისუფლებს შენი პირადი ძალის შემდეგ დონეს. საიდუმლო, რომელიც დიდი ხანია დაცულია, ითხოვს გათავისუფლებას. აუცილებლად არა საჯარო აღიარება, არამედ გულწრფელი აღიარება საკუთარი თავისთვის. ენერგია, რომელიც საჭიროა ამ სიმართლის დასამალად, მიემართება შენი რეგენერაციისკენ. შენი ინტუიცია ვიღაც ადამიანზე შენს წრეში სწორია, მაგრამ არასრულია. არსებობს სიტუაციის ასპექტები, რომლებიც ჯერ არ გამჟღავნებულა და რომლებიც შეცვლის შენს გაგებას. გადადე საბოლოო მსჯავრი მომდევნო მთვარის ციკლამდე. ამ კვირის სიზმრები მოაქვს მნიშვნელოვან გზავნილებს წინაპრებისგან. მაშინაც კი თუ ისინი ფრაგმენტირებული ან ზედმეტად სიმბოლური ჩანს, ჩაიწერე ისინი. ნიმუში გამოჩნდება, როცა ყველაზე ნაკლებად ელი. მოიტან ზუსტ ორიენტაციას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის. ძალის აფირმაცია. ვიღებ ჩემს სიკვდილისა და ხელახალი დაბადების პროცესს, ვენდობი, რომ ყოველი ტრანსფორმაცია მაახლოვებს ჩემს ყველაზე ავთენტურ და ძლიერ არსთან. მშვილდოსანი. მოგზაური მშვილდოსანო, ჰორიზონტები, რომლებსაც ჩვეულებრივ ეძებ, ახლა შიგნით ფართოვდება. ამ პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი მოგზაურობა ხდება შენი საკუთარი ცნობიერების შეუსწავლელ ტერიტორიაზე. ვარსკვლავები ამჟღავნებს, რომ შენ ეძებდი პასუხებს შორეულ ადგილებში, როდესაც ყველაზე ძვირფასი საიდუმლოები დაცულია შენს საკუთარ შინაგან ტაძარში. წინაპრული სიბრძნე, რომელიც გააქტიურდა სამაინის ამ პორტალში, ღრმად რეზონირებს შენს ძიებასთან სიმართლისა და აზრისთვის. შენ დაკავშირებული ხარ სულიერი მკვლევარების, ფილოსოფოსებისა და ვიზიონერების გვარებთან, რომლებმაც შენამდე გადაკვეთეს რიდე. შენი ინტუიცია შემთხვევითი არ არის, ესენია გაღვიძებული მემკვიდრეობა. ვამჩნევ მოუსვენრობას ბოლოდროინდელი ფიზიკური ან გარემოებითი შეზღუდვებით. ამ ილუზიურ შემოზღუდვას აქვს მაღალი მიზანი. შენი ექსპანსიური ენერგიის გადამისამართება იმ განზომილებებზე, რომლებიც ცილდება ფიზიკურ სივრცეს. როდესაც გარე მობილურობა შეზღუდულია, ცნობიერების მობილურობა ფართოვდება. სინქრონულობა, რომელიც მოიცავს ცეცხლს ან ინტენსიურ სინათლეს, აღნიშნავს სიცხადის მომენტს მომდევნო დღეებში. ყურადღებით იყავი ამ ნიშნისადმი, რომელიც დაადასტურებს გზას, რომელსაც შენი ინტუიცია უკვე იცნობს. კომუნიკაციაში შენ მოწოდებული ხარ მეტი სიზუსტისკენ. შენი სიტყვები ატარებს უფრო მეტ ძალას, ვიდრე აღიქვამ და გზავნილი, რომელიც გაზიარებულია ენთუზიაზმით, მაგრამ დახვეწის გარეშე, შეიძლება შექმნას არასაჭირო გაუგებრობა. სანამ დიდი დირებს გააზიარებ, იკითხე, ეს სიმართლე მზად არის, რომ მოისმინონ ამ ფორმით? ძალის აფირმაცია. ვაფართოვებ ჩემს ცნობიერებას ყველა საზღვრის მიღმა. ვპოულობ ჭეშმარიტ თავისუფლებას ჩემს გარეგან და შინაგან მოგზაურობებს შორის ინტეგრაციაში. თხის რქა. შეუპოვარო თხის რქა. სტრუქტურა, რომელიც შენ ასეთი ზრუნვით ააშენე, გადის აუცილებელ რეკალიბრაციას. ეს არ არის ნგრევა, არამედ რეორგანიზაცია, რომელიც შექმნის კიდევ უფრო მყარ საფუძვლებს შენი აღმასვლისთვის. ეს პროცესი მოითხოვს, რომ დროებით გაათავისუფლო კონტროლი, რაღაც გამომწვევი შენი ბუნებისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანი შენი ევოლუციისთვის. წინაპრული ენერგია, რომელიც გააქტიურდა ამ პორტალში, ანათებს შენს კავშირს მშენებლების, ლიდერებისა და ტრადიციის მცველების გვარებთან. შენ ატარებ ძველ სიბრძნეს გამძლე მემკვიდრეობის შექმნის შესახებ, მაგრამ ახლა მოწოდებული ხარ ინტეგრირება მოახდინო მოქნილობის ამ მემკვიდრეობით სიმყარეში. პროექტი ან პასუხისმგებლობა, რომელიც ჩანს, რომ პროგრესირებს უფრო ნელა ვიდრე გსურდა, არ არის დაგვიანებული. ის მციფდება ორგანული ტემპით, რომელიც აუცილებელია. ენდე ამ კოსმიურ დროს. აჩქარება ახლა საფრთხეს შეუქმნის ხარისხს, რომელსაც ბუნებრივად აფასებ. ფინანსურად ვხედავ წრიულ ნიმუშს, რომელიც ყურადღებას ითხოვს. საქმე არ ეხება მხოლოდ მატერიალურ რესურსებს, არამედ ენერგიას, რომელსაც დებთ და უკან დაბრუნებას, რომლის მიღების უფლებას აძლევს საკუთარ თავს.
არსებობს ნატიფი დისბალანსი, რომელიც, როდესაც ჰარმონიაშია, გახსნის სიუხვეს მოულოდნელ სფეროებში. წარსულის ავტორიტეტულ ფიგურას აქვს მნიშვნელოვანი გზავნილი შენთვის ახლა. შეიძლება გამოვლინდეს უეცარი მოგონების, სიზმრის ან სინქრონული შეხვედრის მეშვეობით ვინმესთან, ვინც მას გახსენებს. იღავი ღია ამ რჩევისთვის, რომელიც ცილდება დროს. ძალის აფირმაცია. ვაშენებ წინაპრული სიბრძნითა და ინოვაციური მოქნილობით. ვენდობი, რომ ჩემი მოგზაურობა იშლება სრულყოფილ დროში ჩემი უმაღლესი ევოლუციისთვის. მერწყული. ვიზიონერო მერწყულო, თანავარსკვლავედები ამჟღავნებს შენი მენტალური სიხშირის განსაკუთრებულ გააქტიურებას ამ პერიოდში. იდეები, რომლებიც მომავლიდან მოდის, ტალღებად მოდის, ზოგიერთი იმდენად რევოლუციური, რომ შენც კი მიჩვეული არაკონვენციურს შეიძლება ყოღმანობდე მათ სრულად მიღებაში. ეს ყოღმანი არ არის ეჭვი, არამედ ბრძნული ფილტრი, რომელიც საშუალებას გაძლევს თარგმნო კოსმიური ხედვები ხელშესახებ შესაძლებლობებად. პორტალი, რომელიც ამ სეზონზე იხსნება, აძლიერებს შენს ბუნებრივ უნარს, გაატარო ინოვაციური კონცეფციები. შენ დაკავშირებული ხარ აზროვნების ქსელებთან, რომლებიც ცილდება დროსა და სივრცეს, წვდებოდე აკაშის ბიბლიოთეკების მომავალი შესაძლებლობებისთვის. შენი მისია არ არის მხოლოდ ამ ინფორმაციის მიღება, არამედ იმის დაანკერება, რაც სარგებელს მოუტანს კოლექტივს ევოლუციის ამ კონკრეტულ მომენტში. ვხედავ დაძაბულობას შენს ინდივიდუალურ ხედვასა და გარკვეულ კოლექტიურ სტრუქტურებს შორის, რომლებსაც ეკუთვნი. ეს არ არის კონფლიქტი, რომელსაც თავი უნდა აარიდო, არამედ შემოქმედებითი ხახუნი, რომელიც გაპრიალებს როგორც შენს იდეას, ასევე სისტემას. შენი ხმა საჭიროა სწორედ იქ, სადაც წინააღმდეგობას აწყდები. მოულოდნელი შეხვედრა ვინმესთან, ვინც რადიკალურად განსხვავებულად ფიქრობს შენგან, მოიტანს მნიშვნელოვანი პროექტისთვის დაკარგულ ნაწილს. პერსპექტივების მრავალფეროვნება არის კატალიზატორი, რომელსაც შენი შექმნა ელოდება. ტექნოლოგიურად შენ მზად ხარ აღმოაჩინო ინსტრუმენტი ან მეთოდი, რომელიც შენს გარე გამოხატულებას უფრო ჰარმონიულად შეუსაბამებს შენს შინაგან ხედვას. ყურადღებით იყავი ნიშნებისადმი, რომლებიც მოდის ციფრული არხების მეშვეობით მომდევნო დღეებში. ძალის აფირმაცია. მე ვარ მომავალი სიხშირეების გამტარი, ვთარგმნი რევოლუციურ ხედვებს რეალობებად, რომლებიც ამაღლებს კოლექტიურ ცნობიერებას აქ და ახლა. თევზები. მგრძნობიარე თევზების სულო, კოსმიური წყლები განსაკუთრებით დენადია ამ პერიოდში სამყაროებს შორის. შენ, ვინც ბუნებრივად ნავიგირებ განზომილებებს შორის, ახლა ამჩნევს საზღვრების გაქრობას, რომლებიც ჩვეულებრივ ყოფს რეალობასა და სიზმარს, აწმყოსა და მომავალს, მეს და სხვას. ეს გაზრდილი დინება არ არის შენს დასაბნევად, არამედ შენი მრავალგანზომილებიანი აღქმის გასაფართოებლად. ამ სეზონის თხელი რიდე აძლიერებს შენს ემპათიურ უნარს განსაკუთრებულ დონეზე. შენ იჭერ არა მხოლოდ ზედაპირულ ემოციებს, არამედ კოლექტიური ცნობიერების მიწისქვეშა დინებებს. ეს მგზნობელობა მოითხოვს დახვეწილ გარჩევას. ყველაფერი, რასაც გრძნობ, არ საჭიროებს შენს მიერ შთანთქმას ან დამუშავებას. ვხედავ, რომ ხატრული შემოქმედება ან წარმოსახვითი პროექტი, რომელიც წარსულში მიატოვე, ითხოვს აღდგენას ახალი სინათლის ქვეშ. რაც ადრე არაპრაქტიკული ფანტაზიად ჩანდა, ახლა ნაყოფიერ ნიადაგს პოულობს ტრანსფორმაციულ რეალობაში. გადახედე ამ გამოხატულებას იმ სიმციფის თვალით, რომელიც შეიძინე. მნიშვნელოვანი სულიერი კავშირი ჩუმად ძლიერდება. ეს შეიძლება იყოს არაფიზიკურ გიდთან, ამჟამინდელ მენტორთან ან ვინმესთან, ვინც ჯერ არ ცნობს კავშირს, რომელსაც შენთან იზიარებს. ეს ალიანსი მოიტანს სიცხადეს საკითხებზე, რომლებიც ბუნდოვანი დარჩა. ჯანმრთელობაში დააკვირდი კავშირს შენს მერყევ ემოციურ მდგომარეობებსა და ფიზიკურ გამოვლინებებს შორის. ყოველდღიური გააზრებული დაფესვიანების პრაქტიკა, თუნდაც მხოლოდ 5 წუთის განმავლობაში, შექმნის სტაბილურობას შენი დენადი ბუნების კომპრომისის გარეშე. ძალის აფირმაცია. ვნავიგირებ განზომილებებს შორის კრისტალური ცნობიერებით. მომაქვს ღვთიური ხედვები ხელშესახებ რეალობაში ჩემი უპირობო სიყვარულის ძალით. კოლექტიური რეფლექსია. ახლა ამ არხული გზავნილების მიღების შემდეგ გიწვევთ ღრმა რეფლექსიის მომენტკენ. ისევ დახუჭე თვალები, თუ შეგიძლია, და ჰკითხე შენს გულს.
როგორ შემიძლია გამოვიყენო ეს მითითება დღეს პრაქტიკულად და მნიშვნელოვნად ჩემს მოგზაურობაში? ნებადართე პასუხს, რომ ბუნებრივად გამოჩნდეს ძალდატანების გარეშე. ზოგჯერ ის მოდის როგორც ჩურჩული, სურათი ან უბრალოდ სიცხადის შეგრძნება. ენდე იმას, რასაც მიიღებ, მაშინაც კი თუ ის მარტივი ან აშკარა ჩანს. დახურვა და ჩართულობა. თუ ამ გზავნილმა შეეხო შენს გულს ან მოიტანა რაიმე სიცხადე შენი გზისთვის, დატოვე კომენტარებში სიტყვები „მე ვარ სიუხვე“. ეს დამტკიცება არამხოლოდ აცხადებს შენს არსებითი ბუნებას, არამედ ქმნის დადებითი ენერგიის ნაკადს, რომელიც სარგებელს აძლევს ყველას, ვინც ამ ვიდეოს შეეხება. გამოიწერე არხი თუ ჯერ არ გაგიკეთებია და ჩართე შეტყობინებები, რომ მიიღო შემდეგი არხული გზავნილები. გაუზიარე ეს ვიდეო ვინმეს, ვისაც შეიძლება სარგებელი მოუტანოს ამ ენერგიებმა. სიბრძნე, რომელიც ამ გზავნილების საშუალებით მიედინება, იპოვის მას, ვისაც სჭირდება სრულყოფილ დროს. საბოლოო კურთხევა. დაე, წინაპრული სიბრძნე გაიღვიძოს შენს გულში, წარმართავდეს შენს ნაბიჯებს სიცხადითა და მიზნით. დაე, აღიარო გარდამქნელი ძალა, რომელიც შენს შიგნით ცხოვრობს, გამოხატავდე მას სიყვარულითა და ცნობიერებით ყოველ არჩევანში. გახსოვდეს, შენ ხარ უსასრულო არსება, რომელსაც დროებითი გამოცდილება აქვს. შენი არსი სცილდება ყველა აშკარა შეზღუდვას. ჩვენს შემდეგ შეხვედრამდე ამ წმინდა პორტალში, ვრჩები კავშირში შენს სინათლესთან. შენ ღრმად საყვარელი, მარადიულად წარმართული და უსასრულოდ კურთხეული ხარ.